ყველაზე მთავარი გამოწვევა ახალი მთავრობის შემადგენლობისათვის სწორედ ეკონომიკაში შექმნილი მდგომარეობა არის, გამომდინარე იმ სირთულეებიდან, რომელზეც უკვე კარგი ხანია საუბრობთ თქვენც, ექსპერტები და ასე შემდეგ. თქვენ როგორც პრემიერ-მინისტრი, თქვენი ეკონომიკურ გუნდთან ალბათ გქონიათ კონსულტაციები. თუ შეგიძლიათ გითხრათ, რომ რა საფრთხეები არსებობს დღის მდგომარეობით მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, როგორ უნდა ვთქვათ, რა გემები უნდა განახორციელოთ ჩვენ იმისათვის, რომ ეს საფრთხეები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. ეკონომიკაში დღეს გვაქვს გარკვეული დაღმასვლა, მაგრამ დღეს დილით გაკეთდა საერთაშორისო საავადმყოფო ფონდის ხელმძღვანელობის მიერ ძალიან საინტერესო კომენტარი. მათი შეფასებით ძალიან ბოლო თვეების განმავლობაში გამოიკვეთა ეკონომიკის გაჯანსაღება. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს კატასტროფულად საქმე. ჩვენი გუნდი არის იმდენად ეფექტური და იქნება იმდენად ეფექტიანი, რომ ამ პრობლემებს ჩვენ ძალიან მარტივად გადავდახავთ. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, მიზეზი, რის გამოც მოხდა ეკონომიკის დაღმასვლა, არის ის, რომ ქვეყანაში იყო მთელი წლის განმავლობაში ძალიან რთული კოჰაბიტაციის პერიოდი. ქვეყანაში იყო ძალიან არასტაბილური პოლიტიკური ვითარება. შესაბამისად, ინვესტორები როგორ შეიძლება რომ მთავრობამ შემოიყვანოს მაშინ, როცა პოლიტიკური მდგომარეობა არის არასტაბილური, როგორ შეიძლება შენ ინვესტორი დააწმურო, რომ შემოვიდეს ქვეყანაში, სადაც მთავრობა არის, სადაც რეალურად არის ორ ხელისუფლებიანობა.